მიწა მხოლოდ დედამიწის ზედაპირის მყარი ფენა არ არის. ის ცოცხალის სისტემაა, ნიადაგის მხვიერი ნივთიერება სავსე მილიონობით ხილული და უხილავი სიცოცხლით. სწორედ მათ სიცოცხლეზეა დამოკიდებული ჩვენი საკვების ხარისხი და შესაბამისად ჩვენი ჯანმრთელობა. ვუფიქრდებით კი ამას ყოველდღიურობაში. ვზრუნავთ ნიადაგზე, რომლისგანაც ჯანმრთელ საზრდოს ვითხოვთ. ვიცით სად და რა ვითარება შემოყვანილი საკვები ხვდება ჩვენს სუფრაზე. გადაცემაში ცოცხალი მიწამწვანე არჩევანი შევეცდებით თქვენთან ერთად გავარკვიოთ. რას გვთავაზობენ საქართველოში? ვესტუმრებით ფერმერებს, ასოციაციებს, საწარმოებს. ერთად ნახავთ რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი, რადგან ცოცხალი მიწა სიცოცხლის განაპირობებს, ჩვენი არჩევანით შესაბამისი უნდა იყოს. პასუხისმგებლიანი ჩვენი შვილების, ეკოსისტემის და უმამის წინაშე. მე თამარ ფაკაძე ვარ, გადაცემა ცოცხალი მიწა-მწვანე არჩევანის წამყვანი. გიწვევთ ამ საინტერესო და მოულოდნელობებით სასწრაფო თავგადასავალში. შემოგვიერთდით, ერთად ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება. მოგესალმებით, ცოცხალი მიწა-მწვანე არჩევანი აგრძელებს გადაცემათა ციკლს. მე თამარ ფაკაძე ვარ, ამ გადაცემის წამყვანი. როგორც იქნა დაგვიდგა გაზაფხული, გამოვიდა ამინდები, საგაზაფხულო სამუშაოები შევიდა ძალაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოსულიყავით ელკანაში და ჩვენ თვითონ გვენახარ ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად როგორ უნდა მოვამზადოთ ნიადაგი, რა გამოწვევები დგას ფერმერების წინაშე და რა დახმარებას ითხოვენ ისინი. დღეს გავესაუბრებით ბატონ ნუკრი მემარნიშვილს. ის არის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ამასთანავე არის ელკანას კონსულტანტი მეხილეობისა და მებოსტნეობის მიმართულებით. ძირითადი მიმართულება ეს არის, სწორედ ის აგვიხსნის, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ნიადაგი ჯანსაღი იყოს, შესაბამისად ჯანსაღი პროდუქტები მივიღოთ. ამაში ხო უამრავი მიკროორგანიზმი და ის არის, ხო? მიკროორგანიზმი და აი ჭიაყელა, მოდი გადავუღე. მოდი, ანა. ჩაძურა. აი, ჭიაყელები. აი, ჭიაყელები. ჭიაყელა თუ არის, ესე იგი ნიადაგი. კაი ნიადაგია. ასე რომ რეაქციას ყურადღება ჭიაყელებს. დარვინმა თქვა პირველმა, რომ ნიადაგის წარმოქმნაში ჭიაყელებს უზარმაზარი როლი აქვს რა თამაშებიო და მე ეს მეცნიერებმა დაადასტურეს მართლა ესე. მართლა ესე. ხო და ეს არის ჭიაყელების მიერ გადამუშავებული ნახევრად გადამწვარი ნაკელი შეგვაქვს ჭიაყელების ფერმაში, ესენი ზია თავისთვის გადაამუშავებენ და შემდეგ აერევა. ძვირფასი სასუქი, აი ხა ამას ცოტა შეშრება გავაფხვიერებთ, აი შეერევა მიწაში და ნიადაგში და ეს იქნება, ნუ ახლა აქ აი ნახავთ მომავალწელს, ეს იქნება სასაუბრია. აუცილებლად მოვა. და ეხა იქნება სულ სხვა ნიადაგი. აი ამის შემდეგ დავუშვათ ეს. ეხა ამის შემდეგ ბევრი სასუქია კიდე შესაძლოა. საერთოდ აღარ არის. საერთოდ აღარ არის. აი ამის დაფიქსირება მინდა რომ რამდენად მნიშვნელოვანია ნიადაგს თავიდანვე რო უპატრონებ, მე აღარ არის საჭირო რომ რაღაცა. ისიც როგორ არის? დაახლოებით ეს მუშაობს დაახლოებით 4-5 წელი. ანუ შენ აქ მოსავალი მოკავს 5 წელი და სასუქები არ გჭირდება. შეიძლება რაღაც დაგჭირდეს დაუშვათ ჭინჭილის ნაყენის გამოყენება იქ გაზაფხულზე შეიძლება მიეხმაროთ სცენარეს, რა თქმა უნდა, ეს ახლა არც პრობლემურია და არაფერი არ უჯდება ფერმერს, ხო სწორია? ჭინჭილის ნაყენს დააყენება, შეასრულებ დაუშვათ. ეს შეიძლება დაგჭირდეს. ლაშქარას ნაყენი თქვათ მოსავლის პერიოდში. მაგრამ ნიადაგი უკვე რაკი ჩვენ აქ მიკროორგანიზმების ხო შეგვყავს. ანუ ნიადაგს გააცოცხლებენ ესენი, აი ხარ თქვენასაც ხედავთ აქ ნიადაგს, აი ამას გააცოცხლებენ და სულ სხვანაირი სტრუქტურა იქნება, საუკეთესო სტრუქტურის ნიადაგი შეიქმნება და საუკეთესო ნაყოფიერების მქონე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ელკანას ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაში. აქ მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები და მე როგორც ვიცი, აქ უნდა გააშენოთ ბოსტანი. ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ აი ამ პერიოდში გაზაფხულზე რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ხარისხიანი და ჯანსაღი ბოსტნეული მივიღოთ. პირველ რიგში ყველა ფერმერი რა თქმა უნდა უვლის ნიადაგის ნაყოფიერების საკითხებს, არა? ნიადაგის ნაყოფიერება ფერმერს შეუძლია მართოს და უნდა მართოს კიდევაც, რომ მერე ეს ამ ნიადაგმა შეძლოს ნაყოფის მოცემა სცენარეს. ამისთვის საჭირო არის რომ ნუ ელკანა მუშაობს მხოლოდ ორგანულ სოფლის მეურნეობაზე და აგრობიომრავალფეროვნებაზე ამ ხრივ, ამიტომ მხოლოდ ორგანული სოფლის მეურნეობის მეთოდებით და ორგანული სასუქების გამოყენებით ხდება ნიადაგის ნაყოფიერების მართვა ჩვენ მეურნეობაში. აი ხა თქვა ჩვენ ვაკეთებთ პატარა ნაკვეთზე, ვაკეთებთ ასე ვთქვათ საჩვენებლად, შემაღლებული კვლები იქნება.
რომელშიც სადაც დავთესავთ ჩვენ, აი შევიტანთ ამ ბიოჰუმუსი გვაქვს შეძენილი, ეს ბიოჰუმუსი არის ჭიაყელების მიერ გადამუშავებული ნახევრად გადამწვარი ნაკელი ხდება ჭიაყელას მიერ ფერმაში, ჭიაყელების ფერმაში გადამუშავება და საუკეთესო სასუქია ეს მთელ დედამიწაზე. ამაზე კაი სასუქია. ესე იგი საქართველოში ამას აწარმოებენ. კი, აწარმოებენ. ჩვენ თავიდან ამისი ასე ვთქვათ, ჯიშიც კი გვაქვს ჩვენ ქართული ჯიში, ბატონ გურამ გეჯაძის მიერ გამოყვანილი. ახალი ქართული ასე ქვია, რომელიც ჯობნის ამერიკულსაც, კალიფორნიულსაც და რუსულ ჯიშსაც. ჯობნის იმითი, რომ უფრო კარგად ამუშავებს ამ ნაკელს და უფრო ხო და ესე იგი ქართველი ჭიაყელაც ქართველი ელკანაში გარდა პიკოსი არის კიდე ქართველი ჭიაყელაც. ქართულის ასეთი ჯიში გვაქვს. რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან კარგად ამუშავებს ამ იმას, თითქმის 90%-ს გადაამუშავებს ამ ნახევრად გადამწვარ ნაკელს და ღებულობთ საუკეთესო სასუქს ბიოჰუმუსს. ნაკელის შეტანას ფერმერულ მეურნეობებს მე არ ურჩევ ხოლმე, იმიტომ რომ ნაკელთან ერთად ყოველთვის თქვენ გულისხმობთ მხოლოდ ნაკელს. მხოლოდ ნაკელს, დიახ, ყოველთვის შედის სარეველას, რა თქმა უნდა, გადამწვარი ის ნაკელი არ შეიძლება. ხო და აი სარეველების თესლი შედის, მავნებლების კვერცხებიაში, მოკლედ რაღაცები ისეთი არა უნდა იყოს და შეიძლება პრობლემები შექმნას, მაგალითად რომელიღაც ახალი სარეველა გაგიჩნდეს შენ ნაკვეთში, ამიტომ ყოველთვის ჯობია ან კომპოსტი დავამზადოთ ამ ნაკელისგან, ან და ბიოკომპოსტი, ან და ჭიაყელების ფერმა თუ არის და ეს ვერმიკომპოსტი ქვია, იგივე ბიოჰუმუსი, ეს საუკეთესოა. და ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ბიოჰუმუსზე. ამ შემთხვევაში ბიოჰუმუსი შეგვაქვს, აქ ცოტა ესეთი სუსტი ნიადაგია, ანუ არ არის, არ გამოირჩევა და ასე ვთქვათ თავისი ან სტრუქტურით და არც შედგენილობით, ამიტომ შეგვაქვს ეს ბიოჰუმუსი, რომელიც თქვენ ნახავთ დაახლოებით 1 წლის მერე, წელიწად 1 წლის მერე, ანუ როდესაც უკვე მოხდება ასე ვთქვათ ნიადაგის გასოცხლება, იმიტომ რომ ამ ბიოჰუმუსთან ერთად ჩვენ არა მარტო ელემენტები შეგვაქვს, საკვები ელემენტები მცენარისთვის, არამედ ვიტამინები, შეგვყავს მიკროორგანიზმები, რომლებიც მცენარის შექმნილი, რომ კარგი და ჯანსაღი ხო, ანუ ცოცხალი ნიადაგი ცოცხალი უნდა იყოს და აი ახლა ვაცოცხლეთ ჩვენ ამ ნიადაგს და მოკლედ, იქნება საუკეთესო. რაც შეეხება ახლა ის დათესვას ვაპირებთ, ჩვენ აქ გვინდა აგრობიომრავალფეროვნების მიმართულებით ელკანა მუშაობს და ელკანას ფერმერები აწარმოებენ იმ ძველ კულტურებს, სახეობებს და ჯიშებს, რომელიც საქართველოში იყო ადრე გავრცელებული. მათ შორის ხეხილსაც, ჩვენ წინში გვაქვს პატარა ნაკვეთი, სადაც ამის გამრავლებას ვახდენთ და მერე ფერმერებს ასე ვთქვათ, უნაწილებთ ხოლმე. ესენი იცით როგორ არის სახეობა, ყველა სახეობა უნიკალურია, ანუ სახეობა შეიძლება გადაშენდეს და იმას ვეღარ აღადგენ მერე. ამიტომ ის რაც გვაქვს, იმას მოვლა უნდა და არ უნდა დავკარგოთ. სამწუხაროდ კონკრეტულად რომელ სახეობას? აი მაგალითად ხორბლები ჩვენ გვაქვს საქართველოში, სულ არის 20 სახეობის ხორბალი. თანამედროვე კლასიფიკაციით. ხო და აქედან 5 საქართველოშია დაბადებული. აი და ძალიან ძვირფას თვისებებით გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ გამძლეა მედეგობით გამოირჩევა, სოკოვანი დაავადება საერთოდ არ ეშინია, ანუ არ აქვს პრობლემა, მაგრამ გარდა ამისა, პურის ხარისხი არის საუკეთესო. ხო და ეს არ უნდა დაიკარგოს ახლა და ამიტომ ჩვენ ამას ვამრავლებთ და ჩვენი ფერმერები თესავენ, აწარმოებენ, პურს აცხობენ, პურის აცხობებიც კი გაჩნდა თბილისში, სადაც აი ამ ჯიშის და სახეობის ხორბლებით ფხილით გამომცხვარი პურს ყიდიან ფერმერები და აი ბოსტნეულის კუთხით ახლა ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კაი ჯიშები ძველი ბოსტნეულის, რომელიც ფაქტიურად ამოვარდა და ფერმერები აკეთებენ, ფერმერებს ურჩევნიათ აი ჰიბრიდული თესლები რო იყიდება, ხო იცით? და ყოველწელს ყიდულობენ ამ თესლებს და მოცულობის გამო თუ მოსავლიანობის გამო, კი, უფრო მაღალი მოსავალია და ამის გამო. მაგრამ აი ეს ძველი ჯიშები მაგალითად წვანი ლეულის იქნება ეს თუ სხვადასხვა ბოსტნეულის თუ ბახჩეულის ჩვენ კაი ჯიშები გვაქვს საქართველოში, რომელიც ახლა ნელ-ნელა მიივიწყეს და ჩვენ გვინდა ამის აღდგენა
და გარდა იმისა, რომ ეს საუკეთესო გემრიელი ესეთი გემოთი გამოირჩევა, გარდა ამისა არის, რომ ფერმერს აღარ ჭირდება ყოველ წელს ყიდვა, იმიტომ თვითონ შეუძლია თესლი აწარმოოს, ჯიშია, ანუ ჰიბრიდი არ არის. და ჯიშისგან ყოველ შეგიძლია შენი თესლი გქონდეს და ამ ხრივაც ხელშეწყობა ფერმერების. კარგით, ეხლა მაგალითად ძალიან მუსირებს მთელ საქართველოში ფასების თემა. შემოტანილი პროდუქტი, პროდუქციის ხარისხი, ამასთან მიბმული ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს თქვენი გადასახედიდან, ხა რამდენად შეუძლია საქართველოს ეხლა კიდე წავიკითხე ბოლო კვლევა, რომ 26% ჯერ ხო ისედაც რამდენი რამე შემოგვაქვს, ყველაფერი შემოგვაქვს ამის და 26% ისევ გაიზარდა შემოტანილი პროდუქტების რიცხვი. და მაინტერესებს რამდენად შეუძლია თვითონ, რამდენად არსებობს საქართველოში პოტენციალი იმისა, რომ მაგალითად ხილი და ბოსტნეული არ შემოვიდანოთ. რა თქმა უნდა არსებობს ამის პოტენციალი, უბრალოდ ამას ყველა ქვეყანაში განვითარებული სადაც არის სოფლის მეურნეობა რა, ყველგან ეს მოხდა სახელმწიფოს დახმარებით. განსაკუთრებით დახმარებით არა სხვა პროდუქტების შემოტანით, ხო? არა, ხო, ეს უკვე ეს ნამდვილად არა, ხო? იმიტომ რომ ფერმერებს უნდა ხელშეწყობა ყოველთვის, იმიტომ რომ ისედაც ამინძენ ხარ დამოკიდებული, ტექნიკა ჩვენთან ცოტა ისეთია ძველი საშოვნელია და გამართული არ არის და მოკლედ ეგეც პრობლემაა. ამიტომ ჩვენ ფერმერებს რაღაცა ხელშეწყობა უნდათ. ძვირია ეს საწვავი მასალები, ძვირია მუშახელი გაძვირდა. აი მაგალითად პრობლემებია და აღარ უღირს. აი მაგალითად მე ხშირად მსმენი ეგეთი რაღაცა არ შეიძლება სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, არ შეიძლება ეს ყველაფერი ფერმერს გაუკეთა და ასე შემდეგ რაღაც მე ეს უკაცრავად და ბოდვანგონია და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს. აი მაგალითად დავიწყოთ მებოსტნეობაზე. დასაწყისიდანვე რა ხელშეწყობა აქვს ფერმერს სხვა ქვეყნებში. არ ვისაუბროთ ახლა დავუშვათ გერმანიაზე და საფრანგეთზე, განვითარებულ ქვეყნებზე, ხო? ვისაუბროთ შედარებით აღმოსავლეთ ევროპაზე მაგალითად, ვისაუბროთ კავკასიის ქვეყნებზე, იგივე აზერბაიჯანზე. კი, დავუშვათ აზერბაიჯანი ისეთია ძლიერი ქვეყანაა თავისი ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ იმის მეათედი მაინც ხო შეიძლება გაკეთდეს საქართველოში. აი მაგალითად რა შეიძლება გაკეთდეს და რას აკეთებენ სხვაგან და ჩვენთან რას არ აკეთებენ ფერმერების ხელშესაწყობად. რას აკეთებენ და მაგალითად ის ფერმერი ჩვენთან კრედიტი რო აიღოს, ჩვეულებრივად იღებს ფერმერი ისეთ კრედიტს, რომელსაც დაუშვათ ჩვეულებრივი მოქალაქე იღებს, ხო? იქ ხელშეწყობილია, ანუ რამდენიმე წელს აცლიან, რომ ფერმერმა სული მოითქვას და შემოსავალი გაუჩნდეს. არა, იმ წუთშივე გადახდა არ არის უცდიან, იმიტომ სოფლის მეურნეობა ასეთია ახლა. ეს არის სისტემური მიდგომა. ხო. და არა რაღაცა ლოკალური და ამისა არის კიდე ხელშეწყობა არის ხოლმე, მაგალითად თესლით ეხმარებიან, სასუქებით ეხმარებიან. ასევე უხდიან მაგალითად ბიოფერმერებს სერტიფიცირების ფულს, რომელიც სერტიფიკატი ხო არის, რომ უნდა აიღო ბიოსერტიფიკატი გადასახადია იქ. აი ამის გადახდაში ეხმარებიან. რაღაც კრედიტებს აძლევენ, რაღაც პროგრამებია ცალკე კიდე, იმიტომ რომ იქ ყოველთვის უცხოეთში ყველგან სხვა შორის ეს ბიოფერმერი ითვლება, რომ ეს გარდა იმისა, რომ ჯანსაღ პროდუქციას აწარმოებს, ეს ეკოლოგიას და ბუნებას და გარემოს სიჯანსაღებას უწყობს. ჯანდაცვის სისტემასაც უწყობს თავისი გამოწვევა. ეს ცალკე თემაა კიდე დაზღვევის ამბები. დაზღვევის ამბები არის, რომ აბარა ჯანმრთელობა პირველ რიგში. ეს ციკლია მთლიანი. ციკლია მთლიანი, რომელიც ანუ სახელმწიფოს აწყობს ეგეთი ფერმერების არსებობა. გლეხი, რომელსაც აღჭობენ კრედიტებით, რომელსაც ყველაფერი საძებნელი აქვს, რომელსაც არ აქვს ბაზარი, იმიტომ რომ ბაზარში შემოუტანენ მერე რაღაცა ან ჩინურს, ან ირანულ რაღაცას შემოიტანენ და იაფიანს და ჩაკვდება ყველაფერი და იძულებულია მერე რომ დაანებოს თავი და ჩვენ რა თქმა უნდა მერე ვინ არის განტევებისვაცი, ისევ ფერმერია განტევებისვაცი. საქართველო არის ძალიან მცირე მიწიანი ქვეყანა და ესეც ხელს გვიშლის ჩვენ რომ რაღაცა ბევრი დიდი პროდუქცია ვაწარმოოთ, მაგრამ თუმცა არა თვითკმარი რო ვიყოთ ამისთვის ნამდვილად არის საკმარისი მე მგონი. რაღაც მიმართულებით არ ვამბობ ახლა ხორბალს გასაგებია რომ ხორბალი იმპორტი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რაღაც დონეზე დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილებები. მართალი გითხრათ მე მეგონა აი იმის შემდეგ, პანდემიის შემდეგ ესეთ კრიზისი რო იყო, სასუსათო კრიზისი და ქვეყნებმა ექსპორტი აკრძალეს თავის პროდუქციის, რაღაც სახელმწიფო შეცვლიდა პოლიტიკას ამის მიმართ, რომ
უფრო წავიდოდა პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, იქიდან რომ ქვეყანა ნელ-ნელა გამხდარიყო თვითკმარი და ნელ-ნელა ჩამოშორებულიყავით. უკვე შეგვემცირებინა ნელ-ნელა ექსპორტი. მაგრამ ძალიან იმპორტი და ძალიან სამწუხაროა რომ პირიქით ხდება ეს და ეხლა დიდხანს თუ გაგრძელდა ომი და ქვეყნებმა ისევ გააკეთეს ეგეთი რამე, მე მგონი ისევ კრიზისი გვექნება სასურსათო. და სასურსათო თუ არა ეხლა ისეთი შარშან მაგალითად იმდენად ძვირი ღირდა ხილი და ბოსტნეული ბევრისგან მსმენია რომ ბავშვს მთელი ზაფხულის განმავლობაში ხილი ვერ უყიდეს. იმიტომ რომ იმდენად ძვირი იყო. და რა გველოდება ეხლა მაგალითად? ძვირია, თუმცა შარშან ისეთი წელიც იყო, მოკინა ყვავილობის დროს და ეს პრობლემა იყო. ახლა წელს ნაკლებად იქნება ეგ, მაგრამ შეიძლება უფრო იაფი იყოს, მაგრამ არის მეორე მხარე, რომ როგორც ვთქვი, კიდე ერთხელ უნდა მიუბრუნდეთ იმას. ერთი არის ცოდნა, რომ ფერმერს უნდა მიცეთ ცოდნა, როგორ მოუაროს იმ გარემოს, რომ 7-8 წლის მერე ამ ქიმიამ არ გაუფუჭოს ნიადაგი და არ გამოუფიტოს. და მე მართლანებებს თავს, იმიტომ რომ უზარმაზარი ძალისხმევა ჭირდება იმ ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენას, როდესაც გამოიფიტება და დეგრადირდება მithumetes. ხო და ამიტომ აი ჯანსაღ პროდუქტს ვინც აწარმოებს, იმას განსაკუთრებით ხელშეწყობა უნდა. თუმცა ამ ბოლო დროს მაინც მოვიქნებით პესიმისტები და ვთქვათ, რომ ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ვითარდება, მათ შორის აი ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში პირდაპირ გეგმა აქვს სახელმწიფოებს, რომ მათ შორის საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს, რომ დაუშვათ 2030 წლისთვის უნდათ, რომ 30% მთლიანად ორგანულ სოფლის მეურნეობაზე გადაიყვანონ. და არსებული იქ ისედაც რეგულირებულია ეს ქიმიური ზიმის გამოყენება შამპინიკატების და სასუქების და იმის განახევრება აქვს კიდე გეგმაში, რომ ამდენი აღარ გააფუჭონ. ამას მკითხულობდი მონაცემებს სასურსათო სკოლის კვების შესახებ. სკოლას რითი ამარაგებენ. აი ჩვენთან ახლა გადაღებული თემაა, რომ სკოლაში უნდა შედიოდეს პროდუქტები. კი, გასაგებია, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ არის ამისთვის ბაზა მომზადებული, უნდა იყოს ბიო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და თუ ახლა არ გავაკეთეთ ეს, მაშინ როდის? ხო, ეს პროდუქტი რო შეიქმნას უცხოეთში იყიდი ძვირია, ძალიან ძვირია ბიო პროდუქტი. ხო და ესეც ერთ-ერთი შემაფერხებელია იმისი, რომ ვერ გაკეთდება ეს. ხო და აი აქ უნდა ხელშეწყობა ამერ ფერმერებს, ვინც ორგანულ სოფლის მეურნეობაში მუშაობს. ბიოდინამიურშიც ყავს ჩვენ ფერმერები, კონსერვაციულ სოფლის მეურნეობაში, რამდენიმე მიმართულება აქვს ამ ეკოლოგიურად, ასე ვთქვათ, გამართლებულ სოფლის მეურნეობას. ხო და აი ყავს ეს ფერმერები და ამათ ხელშეწყობით გაიზრდება რაოდენობა ხო პროდუქტის. და მე შეიძლება სკოლებზეც იფიქროს ახლა ვისაც ხელეწიფება ეს. და ეხლა ერთი ეს მაინტერესებს კიდე. რამდენად არის ალბათობა, რამდენად მაღალი ალბათობა, რომ დავუშვათ ამ სცენარებს ხო პომიდორს მაგალითად მე მომყავს პომიდორი და რაღაც სულ რაღაცები მოსდის იმ საწოდო პომიდორს და ხანდრით მკურნალობ და დათო გაგაჭკორი ხან რას მიგზავნის და ხან რას მიგზავნის. ჩვენ გვაქვს მაგის საშუალებები, საქართველოში იწარმოება ეს ძალიან ისეთი კარგი ამბავია, ბიოაგრო აწარმოებს ბიოფუნგიციდებს, სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივია, არ არის ქიმიის ნასახი არ აშენებს. ესე იგი ამის საშუალებაც გვაქვს საქართველოში. ბიოინსექტიციდებს, ბიოსასუქებს, აი ეს თუ დაუშვათ ბიოჰუმუსი ვერიშოვნეთ, ან დაუშვათ, არ გინდა ახლა წვალება ამაზე არის ფერ ფორმაში დაუშვათ სასუქები, ბიოსასუქები, რომელიც ასევე ძალიან კარგად მოქმედებს ნიადაგის ნაყოფიერებას. ამას რო გამოვიყენებთ, ეს ბიოსასუქებიც აუცილებელი ხმერე? არა. არ არის აუცილებელი, ხო? ესე იგი, აი ზუსტად ამის დაფიქსირება მინდოდა, რომ აი ამით თუ დავიწყებთ, შემდეგ ჩვენი ხარჯები ძალიან მცირდება. ფაქტიურად ახლა ფიქრებულება უკვე პროდუქციის ამ ნიადაგს ხო სასუქი აღარ დაჭირდება 3 წელი გარანტირებული მოსავალი გექნება, კარგი, ჯანსაღი და სარეველები? აი სარეველების ხრივ, უყურეთ როგორ არიან ნაკელი, როცა შეგაქვს მაგალითად გადამწვარი ნაკელი, ხო, იქ სარეველას თესლი შეგაქვს, სარეველებთან ბრძოლა გიწევს. ხო და აი ამაში არ არის უცნაურია, მაგრამ ბიოჰუმუსს ახასიათებს, აი სარეველას ნაკლები იქნება, როდესაც ბიოჰუმუსი შეგაქვს, სარეველების რაოდენობა რაღაცნაირად, მე არ ვიცი ეს როგორ ხდება, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ნაკლებია ხოლმე. არეგულირებს თვითონ. ჭიაყელები არეგულირებენ. ჭიაყელები და მიკროორგანიზმები. არ დაუკარგოთ მიკროორგანიზმებს. ფერმერი მე მგონია ეს არის ფერმერი არის ადამიანი, რომელიც აზროვნებს და რომელიც მარტო მოგებაზე არ არის ორიენტირებული. მისთვის მაქსიმალური მოსავალი კი არაა მთავარი.
მისთვის არის მდგრადი მეურნეობა, რომელიც ოპტიმალურ მოსავალს გაძლევს, როგორც მდგრადად, ესე დავუშვათ, მუდმივად. და არ გიწევს დავუშვათ, ესე იგი, მართავ ისე, რომ არ გიწევს დიდი ძალისხმევა. როგორ არის იცით, ორგანული სოფლის მეურნეობაში 5 წლის, 5-6 წლის შემდეგ ის პირველი წლები ჭირს, იმიტომ რომ ეს როგორც დაავადებულია ნიადაგი, გარემო, ეს ყველაფერი უნდა შეიქმნას, ხო, თავიდან და ეს რამდენიმე წელი ჭირდება ამას. მაგრამ 5 წლის მერე, ისეთი ის არის, რომ აღარ გჭირდება ძალისხმევა ფაქტიურად აღარ გინდა, იმიტომ რომ ეს ეკოსისტემა უვლის თავი მოსავლის უარ. ხო, ამის მაგრამ ეკოსისტემა თავის თავს უვლის, აღარ ჭირდება შენ არც ბიოსასუქების შეტანა, არც ბიოპრეპარატების გამოყენება. ანუ ნაკლები ძალისხმევა ჭირდება, იმიტომ შექმენი ეკოსისტემა, რომელიც თავის თავს უვლის. და შესაბამისად ეს ორგანული ისეთი ძვირი აღარ იქნება შემდეგ, იმიტომ რომ აღარ დაჭირდება დამატებითი რაღაცების შეტანა. ესე იგი ეს თუ ციკლურად არ განვითარდება და რაღაცა ღრმა, ესე იგი გრძელ პერსპექტივაში, ხანგრძლივ პერსპექტივაში განვითარდა სისტემა თუ არ განვითარდა, მაშინ ვერანაირ მეურნეობას არ გაქვს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუკრი. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. მადლობა რომ ინტერესდებით ამ საკითხებს. ძალიან ვინტერესდებით, ნახოთ რა გამოგვივა.